გაზაფხულდა აყვავილდა ნუში მოგენატრა მიმები და სუში წერალი სლენდერა ვაზისუბნელი კი არა და მიმები ინტროს მუსიკა არა ბექა დღეს რაღაცა ხვაზე ხარ მაგრამ გამოიყურება ანუ რა დიეტის რო არ ჯეროდათ ხვაზე ხარ რა ანუ შედეგი ნენელა ეს პატარაღა დამრჩა ხო კაი დიდი ამბავი ეს ჯდომარე გრაფიკის ბრალია ხარ შემჩნიათ ესეც მოშორდება მალე ნახე რა ტანზე ვარ პროსტა ზურგი ნაის ეხლა გავიხდიდი თორე ეს დამედება სტრაიკი ისეთი მაგარიტანი მაქვს ხო ხდები რა აი მოვჭით ლაზღან დარაობას კაია რო გამოიზაფხულა ჩვენერი ამინდია როგორ ახაც რაშვებით კი არა და what up it's back ეს აღჭირდება გამარჯობა ხალხო როგორ ბრძანდებით დაგებრუნდით მომდევნო ვიდეოთი მოგენატრათ მიმები მეც მომენატრა რა შემოგთავაზეს რეები და სტუდა და რა სიახლეებია ჩვენს ჯგუფში გადავხედოთ ოპა ფანარტოს გაიჩითოს პირველივე აი ძალიან მიხარია ესეთი ნიჭიერი გამომწერები რომ ყავს და უეჭველი ხატვას უნდა გაყვეთ ბოლომდე ვინც ესე კარგად ხატავთ ეს TikTok-ი ნანახი მაქვს მაგრამ ნახოთ იდეალურია რემენი ძმა შვენიერი საშუალებაა რომ გააჩუმო ნანახი მაგას მაგარია ზა ჰა კიდე გაჩემი პლეიერ მოწოლებს ეგრე მომენტი როდესაც მიხვდი რომ ცუდად გაქვს საქმე კი მიხვდი რომ ცუდად მქონდა საქმე მაგრამ მასე ცუდად თუ მექნებოდა ეგ აღარ მეგონა მაგის ჭამის მერე 1 საათში ზუსტად იმხელა შეტევა მომცა მუცელმა რომ რავი ცხოვრებაში აღარ შევჭამ წარეს ძალსაშინელება იყოს შეგვოვარ გეგმები არის კიდევ უფრო მეტი გაახილვა unboxing-ი gaming-ი მაგარი მაინტერესებს მე აქვს ტარებაიცი ტარებაიცი Nice. შეგვოვარ გეგმები არის? აგეთ რეაქცია მქონდა მაგ შეკითხვაზე რა. იყო ძმას სვენაცვალე, ოპელით მივედი არა და. ხა სვენს მიმები იქნება? მოგეს მეგობრებო. ძალიან საინტერესო იყო სხვათა. კომენტარო და არაფერი გეშველება ცუიო. წასულია თქვენი საქმე. ხელფასები ირიცხება რაღაც უაზრო ნივთი ინტერნეტში და ძმაკაცი კი არა მე ვარ ესე. ხელფასი რომ ჩაირიცხება არ უნდა შევხედო არაფერს საერთოდ ინტერნეტში. ონლაინ მაღაზიებს უნდა ჩამომაშოროთ, თორე აი სუმაგებში ხარჯავ. ხო, და კიდე ინსტრუმენტები, მანქანის ნაწილები არ უნდა მანახოთ. ვისი დაპატიმრება მოგვიწევს? რატომ მოგვიწევს? რისთვის მოგვიწევს? დაპატიმრება, ნელა ბიჭები ციხე იფსება, არ ვიცი ჩემთვის ხვალ როგორ გათენდება. რა ვარი რეპი გაეძრო? აუ, აი ეს ფოტო რო ნახე, არ ვიცი, გულმაძლივს გამიძლო. ლუკა გელაშვილმა დაპოსტა ეს ფოტო და ჩემი ლოგოთი ტორტი შეუკვეთეს და ყველაზე მაგარი მშობლება დაუმზადეს რა, როგორც ჩანს, შეუკვეთეს. დათანხმდნენ ამის გაკეთებაზე. ძალიან დიდი მადლობა ჩემ მშობლებს. ვინც აყიდინა. და ლუკა შენს ძალიან დიდი მადლობა. აი გული ისე გამითბო ამ ფოტომ რომ რა ვიცი, აი საზღვარი არ ქონდა მაგ დროს შემსიხარულს. წარმოვიდგინე მე ვიღაცა ტიპი რომელიც ყვირის კამერაში რაღაც let's play-ებს იღებს, ну არ მარტო let's play-ებს, სხვადასხვა კონტაქტი გვაქვს, მაგრამ მაინც. 101 გული და საყვარელი მაყურებელი რო ყავს, მართლა ძალიან მაგარია. უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ. ძალიან ჯიგარი ხარ. და ხო გილოცა მოგვიანებით დაბადების დღეს. ჩინელებმა ქართული ისწავლეს და ამასობაში ეს ერთობა ვარ მაგარი ნაშა. ყაჩა აა გაფუ მაგრებს აძრობს ხოლმე. Nice. მოგესალმებით ვარ მაგარი ნაშა. გონი შვილობით გამოვიდი. აი რატო ვიცოდი, ვიცოდი, всё. წადი კუთხეში დადექი, დროზე. არ მაინტერესებს დადექი. წიგნში გამოჩნდა უაზრო სასიყვარულო ფრაზა გოგოები. ნუ ხო, არის ხოლმე. მსგავსი მომენტები. როცა რაღაცას მარტო ვაკეთებ და როცა ვინმე მიყურებს. ყველაფერი მასე რატო, აი აბსოლუტურად ყველაფერში მასე რატო ხდება? მე მესმის თქვენი ბროებო, მესმის. მასწავლებელი, ერთი წიგნი მათხოვეთ და ამ დროს კლასი. კეცი. წეჩი. და მასწავლებელი რაღაცას გაიხურებს მთელი კლასი რო ძალით ცინის. ნაკლები სერიოზულობა, მეტი მხიარულება. და მასწავლებელი რაღაცას გაიხურებს მთელი კლასი რო ძალით ცინის. აბა რა სინჯობთ? კაია? გააშინჯე. Oh god.
ცუდი არ არის. დასაყოლებიანი მელა. და ეს ფოტოები ჩემო კარგებო, არის რუსთავიდან, ჩავედი რუსთავში ძმაკაცის სანახავად, შეყვარებულთან ერთად და ასე პარკში გაგვეჩნდნენ გამომწერები. მოკლედ ძალიან გამიხარდა, ძალიან ჯიგრები იყვნენ. ყველა ძალიან თბილად შემხვდნენ და ნუ მოკლედ დიდი მადლობა ყველას. მე ვასწებით რა ვქნა. კიდევ ერთი მშვენიერი ფანარტი, რა თქმა უნდა, ნახე რა, მაგრა ხატავენ, ნუ მაგიჟებთ. ვუყურებ ტელევიზიის სინქრონულ თარგმნას. თარჯიმანი. გელოდებოდითო. ბაზარია ფეხიო რა. ანდრეი ვივარო რა. ბაზარია თარგმანში მე ვერავარ, კარგი ასე რომ. მაიც ხო გაგებინებთ, არა გაქცევს მოვადრიალებ. როგორც არის. ქრაში უშიშარი ბიჭები მომწონს და ამ დროს მე. მაგარი უშიშარი ხარ ძმაო. მაგრა რისკავ. როდესაც ყალბი ასლარიანი იპოვე. საღო, ნაისასლარიანი ძმაო. პიოვი 5 წლის მე ვცდილობ სავაჭრო ცენტრში დედაჩემი ვიპოვო. ცოტი მასე. ყველა შუა გამოვლილი. აუ ეს პლაკატი კიდე საღოლ. აი ბრავო. Photoshop level unlimited. Вообще ყველა. Slender Studios, Dr. Slender, The Multiverse of Madness. Დავანდა კეთი. Nice ვენა. ტაში. პროსტა ტაში. საღოლ. აუ ეხლა შევამჩნიე რო აქ შოთა არის. What? და რა თქმა უნდა ჯემალა, რა თქმა უნდა. პიოვი დაბადების დღეზე ფული გაჩუქეს და დედამ დაგიკავებო. ეგ შენი ფული არ არის, ეგ ჩვენი ფულია. პიოვი აწის ლენდრა მიმების ვიდეოში. ნუ დღეს ფიზიკურად არ მაქვს cheat day, ასე რომ დღეს ვერ შევჭამ ეგეთ კალორიულებს. არა უშავს. შემდეგ მიმების ეპიზოდში შევჭამ რამეს. დღეს მინუს კალორიული დღეა. 3 წლის მე ვხედავ Spider-Man-ს დაბადების დღის ცენტრში. პატარაობიდან ჭკვიანი ბავშვი ვიყავი და არ მევასებოდნენ რა. 12 წლის მე, როცა დედაჩემმა მაგიდას ცემა, რადგან მე თავი შემოვარტყი. აი ეს ცუდი, აი ამას. ეს მინდი რა ღირს 150 ლარი, ქართველი ვარ, 20 თეთრი. What? ეგეთები ხდება? არავინ, როცა ქუჩაში გვერდით მაგარმა ნაშამ ჩაგიერა და თვალი არ გააყოლე. Sigma. Yes, very much Sigma. ან სლენდრა ყველა მიმების ეპიზოდში. დღეს არა სამწუხაროდ. დღეს არ შეიძლება. ბეკა დეპრესიაში. აჰა, ვერ გამოიცანი, მე სულ დეპრესიაში ვარ. ვისაც მოგშივდათ ჩემი ვიდეოს გამო დიდი ბოდიშით, მაგრამ წარმოიდგინეთ ახლა როგორ გემრიელად შეჭამ საჭმელს. ბორში. ატო რა ბორში ძალიან მაგარია. აუ რა გინდოდა ახლა მე მომშივდა კიდე. ახლა ხვდები რას გრძნობთ. აუ მენატრება ბავშვობა ჰქვია ამას. რა ის ბატუტი. ეგრეთ წოდებული რკინის ლეჟანკები რო იყო. პიოვი ბეკა ყოველ დღეს. კი, ყავა. დილას უბრალოდ. უიმედად რა იყო. ზედმეტი ASMR-ი გამოგივიდა ძმაო. საათ შორის ყავას მოვაკელი შაქარი დიახ. შაქრის მოკლება კიდე 1-2-3 კილოს დაგაგდებინებთ. მაგარი ძნელი იყო, მაგრამ შაქრინს აღარ ავჭამ და აღარ ავსო. What? ეს ფოტო რატო ამოთხარე პირველ რიგში? მეორე რიგში სად ისწავლე ესე კარგად Photoshop-ი? პაპაჩემი Dumbledore-ის როლში რატოა და მე რატო ვარ Voldemort-ი? იმიტომ რომ ფოტო რა ვარ кай ხო. იმედი ასეც ჩემ თავს აღარ დროს არ ვნახავ. ბეკა პოლონეთში გაბუნია და პოლონელი საკვების გამყიდველი. სლენდერა. აუდისთან. მიუხედავთ ამის გადაკვრას. გავამშრალებ და გავიყვან. კაი მდგომარეობაში როცა იყო. ნახე იმენა. დაუპელი. ასწავთ მოე ხა ორივე მანქანას ხო ვერ მიხედავ ერთად. რატო ვერ მიხედავ? აი ეს საღოლ, ამას საღოლ. გამანადგურებელი მიიყვანა ბენზინ გასამართ სადგურზე. სად რანაირად როგორ უნდა ჩაასხა ეგ საწვავი? სპეციალური საწვავი არ უნდა მაგას. თუ ისეთი მაგარი საწვავია მაგ ოკში რო გამანადგურებელსაც აფაუერებს. შეყარებული ხარ? ყავს. არა, რატო? დავშორდით. რატო? ჩაიფსა. What? უნდა დაშორებულიყავი, აბა რა, რას იფსავდა? როცა I can buy flowers myself, მაგრამ წვეულებაზე მეწყვილე შენს გარდა ყველას ყავს. მესმის შენი, სანამ ჩემ ცხოვრებაში კეთი არ გამოჩნდებოდა. ხოიც როგორ მიყვარხარ? ძალიან კაი. როდესაც ჩუსტების საყიდლად იყავი, მაგრამ მაგარი კაფჩები დაინახე. აუ, სულმასე არის. კარფურში ხო იყიდება ხოლმე ინსტრუმენტები და რაღაცები. საჭმლის საყიდლად რო შევდივარ, ინსტრუმენტებით გამოვდივარ. არ შეიძლება მასე. ესე იგი, ირაკლას დაწერილი Slender BM-ის ჯგუფის წესები. იგრძალება შეურაცხყოფა ნებისმიერი პიროვნების მიმართ და ამ დროს Slender-ას სიმაღლეზე დავცინა მიმები და Slender-ა. აი, ხო, ეგენი მოსულა. არა, არ მოსულა. ნუ გამეღადავებით. როდესაც დაბალი ვიღაც იტყვის, პატარა რო ვიყავიო.
არა მოწონს, თუდი მიმია. ძირს iPhone-ი, დიახ. მაგრამ Galaxy S20 გაათხრია, საშინელი ვიზუალი აქვს. არ მომწონს Galaxy S20 Ultra. ხო Ultra არის. S21-ის დიზაინი. S10-ის დიზაინი. S9, S8, S7, nice. მაგრამ S20 საშინელება იყო ეს, რა იყო? S23-იც კაია, ნუ ერთი და იგივეა თითქმის S23 და S22, მაგრამ მაინც. ფიქრობ რომ დიზაინის ჩავარდნა იყო S20. მაგრამ ძირს iPhone-ი, რა ის iPhone-ი? ეს რაღა არის. რა უპირატესობები აქვს ცეცხლების გაერთიანებას? ცეცხლების გაერთიანებით შეიძლება დაიმატოს სასურველი თა. ხმა არ გავიგო. ხმა არ გავიგო. რატო? აი რა მიზეზი რატო? რატო? კაი არ მითხრათ რატო. შვილო სკოლაში რა ნიშნები ყავს? მითხარი არ დაგჭი პირდები. კარგი დედიკო. გორში დედა მათიცლის ქალიშვილი კუჭნაცლავით აბზრიალა. კუჭნაცლავით რა ერთუნ აბზრიალო. აუ ეს მართლა რა ხდება? კვერცხები ვიდისო ჩაბარებაო და ფოტოებში what? რატო? რისთვის რა არის ეს? მომშვიდობა აქ მანდაურობას. მაგრამ შეფასება 5-0. მე როდესაც დედას რაც დავაბარე ის მომიტანაო. ბაზარი არა. ეს ექსპექტო პატრონოს მუსიკა დამავიწყდა რატო გამახსენე. ეხლა ამეკვიეტება. ისე ნახეთ დერდევილის ახალი ოფიციალური პოსტერიო. დერდევილი საიდან გაგახსენდა. მაგრამ nice. კაი პოსტერია. ოპა, რა სერიოზული ფოტოა ხო არ გადავა, ეგეთ სიმპათიური სადავარ. რამდენი ქულა ეკუთვნისო? ქულა ეკუთვნის 300,420,533. ზუსტად. არც მეტი არც ნაკლები. ეპიზოდიც მემშია, ასე რომ დავიწყეთ. მოიმარჯვეთ თქვენს სასუსნავი, ერთად შევხედოთ მივებს და ჭამოთ. ჩვენი ესაჭმელი არაგინა, სოსისები. უშ. ნელაზვიადი 5 და ბექა. მალე გამოვა, სასტავ ცოტაც მოითმინეთ. KFC-ის ბარკლები, KFC-ის free 7-Up-თან ერთად. Pepsi შეკვრაში იყო 7-Up-ი, რა ვქნა, მართლა Pepsi-ის შეკვრაში იყო 7-Up-ი. აფში, ჯამთელობა. აზარი არა. დააცემინა ტურბინა. ძაღლები ნაგვისურნასთან. ნუ ხო. ძალიან მევასება ძულების ხელხანა იმენა, ძალიან მევასება, რა ვქნა. The struggle is real. გეთანხმები 100%-ით. აი, არ ვიცი, პატრონობაში ვერც ვერ ვაკეთებდი ამას. დასტაკული ვედროების გამოღება საშინელებაა. ჰაერი უნდა შეაპარო რა ხვაზე ხარ თავიდან. აუ, ისევ 7-Up-ის მიმი, კაი რა. 7-Up-თან ერთად. What? Who's there? Open the doors at 7-Up. რა მაგარი ანიმაციაა, ძმაო. ოსკარი. რაღაცა მადმად ბავშვტირილი. ეუნებით Pepsi-ის ჭიქაში იყო 7-Up-ი, რა ვქნა, ეგრე მოიტანეს. პიოვი მშიერი შავკანიანი ბავშვები ვიდეოში შეხვდა და განიცდი. და KFC-ს იღერთავთან. აგი რა არის? პირველი დაცემინება იყო პირველი? ეს ძმაო, დააცემინე წესიურად. ეგრე არის მარტო როგორ აცემინებ უნდა ნახოთ. Boy who live has come to die. დაჯექიორიანი არ ვარგა. Breathe air. დიახაც. ზღაპო და ბექა. აჰა. Yes. კარგად გამოვიყურებით, ხო იცი? ობობა სადღაც გაშპა. გაქრა. აორთქლდა. ჩიტმა წაიღო? ჰაერმა? Carga das danais. Es limão só chaturros, ხო? Olha, se você não me ama, então não me ligue, não fique fazendo queixa. Isso rato. Всё, აღარ ასესtillo. აღარ, всё, მორჩით. შეძდაჯექი ორიანი. Slender Audi and Opel. ბაზარი არა, დაახლოებით მას ეხდება. და კიდევ ერთი უმშვენიერესი ფანარტი. ნახე მაგარი რაღაცა. მომწონს სტილი, nice. პიოვი თმა შეიკრჭე და ის ერთი ტიპი სკოლაში. რა ერთი ტიპი? მთელი კლასი. აუ. აბორიგენები და უგაბუგები. რა თქმა უნდა, უგაბუგები. რა ის აბორიგენები? და ნუ თუ ბოლოში გავედით ამ მიმების ეპიზოდისა. როგორც ყოველთვის, აღწერაში იქნება ჩვენი Facebook გვერდი, სადაც შეგიძლიათ დაპოსტოთ მიმები და თუ გაგიმართლეთ, დადასტურდება და თან ვიდეოში მოხდება. ყველა ძალიან მაგრა მევასებით.
უკვე 79000 გამომწერზე ვარ წასტავ, ცოტას და 80. მე 90, მე 100-კა. რაღაც ძალიან მალე მივდივართ. ჩემთვის ძალიან მალე, თორე რაღაცა შეიძლება ნელა მივდიოდეთ. 100-კაზე კიდე დიახ, წვერს ბოლომდე ვიპარსავ. წვერის გარეშე მე არ ყავართ ნანახი და არც ჩემი თავი არ მყავს ნანახი. კაი ხანია წვერის გარეშე. ასე რომ მეც მაინტერესებს. მაგარი მახინჯი ვიყავი და ეხლა მაგარი მახინჯი ვიქნები სავარაუდოდ, მაგრამ მაინც. 100-კა სპეციალ ვიდეო იქნება რაღაც მაგარი. თან წვერის გაპარსვით. ბოლომდე, ბრიტვით, ყველანაირი შეღავათების გარეშე. სიტყვა ითქვა შესრულდება. всё. ასე რომ უღრმესი მადლობა რომ უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე გამოიწეთ ახლა თუ ახალი ბრძანდებით დაალაიქეთ, დააკომენტარეთ, დისლაიკი დატოვეთ, მე კიდე გნახავთ შემდეგში. მადლობა კიდევ ერთხელ ყველას. და